FIFA-ს უფროსი როგორც ჩანს ახლა მიხვდა ვინ მართავს სინამდვილეში შეერთებულ შტატებში. ნახეთ რა თქვა მან ბოლო პრესკონფერენციაზე. მოდი ვცადოთ. მოდით ვიმსჯელოთ, ვილაპარაკოთ, ვნახოთ რა მოხდება. შეიძლება ზოგჯერ უბრალოდ კარგი იყოს მოდუნება და დასვენება. ყველაფერზე ვმუშაობთ, ყველაფრის გადაწყვეტას ვცდილობთ და ზოგჯერ ყვირილს და ფეხების ბაკუნს რომ ვიწრებთ, ეს საპირისპირო ეფექტს იძლევა ვიდრე გამოსავლის პოვნას. დამიჯერე, როცა ამას გეუბნები, ან არ დაიჯერო თუ არ გინდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ გამოსავალი ვიპოვოთ. ყოველთვის, მაგრამ უნდა დავაფასოთ ის ფაქტი, რომ ჩვენ არ ვართ სამყაროს მეფეები, რომლებსაც შეუძლიათ მართონ მთავრობები და სამართალდამცავი ორგანოები. და არ ვიცი რა ვართ ჩვენ, სპორტული ორგანიზაცია ვართ და ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმ რესურსებით, რაც გვაქვს. და ამით ვასრულებ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გააჟღერა გზავნილი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ჩემპიონატის ტონი შეერთებულ შტატებში. ტურნირი შეიძლება იყოს გლობალური, შეიძლება მილიარდები გადაადგილოს, შეიძლება სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები მოიზიდოს, მაგრამ ქვეყანაში შესვლის კონტროლი მაინც ამერიკის ხელშია. ჯანი ინფანტინომ სცადა კრიზისის დამშვიდება, ყველას მოუწოდა მოდუნებისკენ და თქვა, რომ ორგანიზაცია არ მართავს მთავრობებს და არც სამართალდამცავ ორგანოებს. მაგრამ ეს განცხადება გაკეთდა იმ დროს, როცა არბიტრი არ დაუშვეს, დელეგაციები შემოწმების ქვეშ იყვნენ, ირანის ნაკრები კი მექსიკაში გადაადგილდა. ბილეთების მაღალი ფასი და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში FIFA-ს მარტივი ფაქტის წინაშე აყენებს. აშშ-ში უსაფრთხოებას აკონტროლებს ტრამპის მთავრობა და არა ფეხბურთის ბიუროკრატია. მათ სცადეს გაეყიდათ იმიჯი, თითქოს ტრამპმა გაანადგურა მსოფლიო ჩემპიონატი. მაგრამ გამოჩნდა სხვა რამ. მთავრობამ განაცხადა, რომ არც ერთი დღესასწაული არ დგას საზღვრებზე რისკის ისტორიასა და ეროვნულ სუვერენიტეტზე მაღლა. ამასობაში პერუში კეიკო ფუჯიმორი ხმათა-ბრძოლაში წინ წავიდა და აჩვენა, რომ მემარჯვენეები ლათინურ ამერიკაში კვლავ იძენენ გავლენას. კარიბის ზღვის რეგიონში კი კუბამ კაცრი გაფრთხილება მიიღო. გუანტანამოში, ნიკარაგუაში მარკო რუბიომ დანიელ ორტეგას დიქტატურაზე ზეწოლა გააძლიერა. ახლო აღმოსავლეთში ირანი და შეერთებული შტატები კვლავ გლობალური უსაფრთხოების ცენტრში დაბრუნდნენ. რა მოხდა? რატომ დაიხია FIFA-მ უკან? ამასაც მალე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველ დღე გამოდის. ჯანი ინფანტინო ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და ისე უპასუხა, რომ საკუთარი გუნდი გააღიზიანა, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ რეაქციას ელოდა. მან თქვა, რომ FIFA ცდილობს პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ის არ არის მსოფლიოს მფლობელი, არ მართავს საზღვრებს და ვერ აკონტროლებს მასპინძელი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას. წლების განმავლობაში ორგანიზაცია თავს გლობალურ ძალად წარმოაჩენდა, მოლაპარაკებებს აწარმოებდა მთავრობებთან, აყენებდა მოთხოვნებს, ამოძრავებდა სპონსორებს და საუბრობდა სრულ ინკლუზიაზე. ეხლა ამერიკული შემოწმების წინაშე მოუწია ეღიარებინა, რომ ფეხბურთი არ დგას შეერთებული შტატების საიმიგრაციო კანონზე მაღლა. FIFA-ს ხელმძღვანელმა კონტროლი ყვირილში კი არ დაკარგა, არამედ მაშინ, როცა მოუწია ეღიარებინა, რომ მისი ტურნირი დამოკიდებულია იმ ქვეყნის სუვერენიტეტზე, რომელიც მასპინძლობს ღონისძიებას. საჯარო მოთხოვნის მიზეზი გახდა სომალელი არბიტრის ომარ აბდულკადირ არტანის საქმე. ის მაიამიში ჩავიდა მოქმედი ვიზით, მაგრამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. ამერიკელებმა უსაფრთხოების შეშფოთება და საეჭვო კავშირები დაასახელეს მიზეზად, ხოლო FIFA-მ დაადასტურა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ვიზა ავტომატურად არ ნიშნავს ქვეყანაში შესვლის გარანტიას. სპორტული თანამდებობა არ წარმოადგენს საშუს და საერთაშორისო პრესტიჟი სასაზღვრო შემოწმებას არ აუქმებს. შეიძლება იყოს დაჯილდოებული არბიტრი, ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, მწვრთნელი ან მრჩეველი. თუ ამერიკული ხელისუფლება მიიჩნევს, რომ არსებობს რისკი, შესვლა შეიძლება აიკრძალოს. ენდრიუ ჯულიანი, რომელიც თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფში იყო მსოფლიო თასისთვის, იცავდა ამ შემოწმებას და განაცხადა, რომ ზოგიერთი უარისთვის კარგი მიზეზები არსებობდა. მან კაფიოდ აღნიშნა, რომ ირანის ნაკრების ფეხბურთელებს ნებართვა ექნებოდათ, მაგრამ დელეგაციასთან დაკავშირებული ყველა პირი არ იქნებოდა დაშვებული. ირანის ნაკრები ამ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი მსოფლიო თასის სიმბოლოდ იქცა. ჯგუფმა თავდაპირველი გეგმა ამერიკის მიწაზე დატოვა და დაიწყო ვარჯიში ტიხუანაში, მექსიკაში. კაცრი უსაფრთხოების პირობებში შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელები თითოეული მატჩის წინა დღეს შეძლებენ შეერთებულ შტატებში შესვლას. ირანი პირველ მატჩს ლოს-ანჯელესში გამართავს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, შემდეგ შეხვდება ბელგიას და ჯგუფურ ეტაპს ეგვიპტესთან დაასრულებს. ლოგისტიკა უფრო რთული გახდა, რადგან გეოპოლიტიკა მოედანზე ბუთის გაგორებამდე შევიდა. FIFA-ს კი დღესასწაული სურდა. ტრამპმა ყურადღება გაამახვილა რისკზე, საზღვარზე და დაზვერვაზე.
როდესაც რეჟიმთან დაკავშირებული ნაკრები მასპინძელი ქვეყნის წინააღმდეგ თამაშობს შეერთებულ შტატებში, უსაფრთხოება ცერემონიის დეტალად ვერ ჩაითვლება. სოფლიო ჩემპიონატმა შეიძლება გააერთიანოს გულშემატკივრები, მაგრამ სახელმწიფოს თვალებს ვერ აუხევს. პერუმაც იგივე რეგიონულ ლოგიკაში მოექცა. კეიკო ფუჯიმორი წინ გამოვიდა პერუს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ არჩევნებში, დაახლოებით 50.2%-ით, რობერტო სანტოსის 49.998%-ის წინააღმდეგ. როდესაც ხმების დათვლა წინ მიიწევდა, მილიონობით ამომრჩეველში სხვაობა მხოლოდ რამდენიმე ასეულ ხმას შეადგენდა და საზღვარგარეთიდან მიღებულმა ხმებმა მემარჯვენეები წინ წაიყვანა. ეს ძალიან დაძაბული არჩევნებია, სადავო ბიულეტენებითა და გადახედვით, მაგრამ პოლიტიკური გზავნილი ძლიერია. ლათინური ამერიკა დაიღალა წითელი დაპირებებით, არასტაბილურობით და გადამრჩენელი რიტორიკით, რომელიც კრიზისით მთავრდება. სანტოსმა სცადა გამარჯვება სოფლის მხარდაჭერით და კასტილიზმის მეხსიერებით, მაშინ როცა კეიკომ ფსონი უსაფრთხოებაზე წესრიგსა და ეკონომიკაზე დადო. ჭიდრო შედეგმა პერუს გაყოფა აჩვენა, მაგრამ ასევე აჩვენა მარცხენა ფრთის პანიკა, როცა მიხვდა, რომ ქვეყნის გარეთ მიცემულმა ხმებმა შეიძლება გადაწყვიტოს ბრძოლა. საარჩევნო ხელისუფლებამ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა სერიოზული პრობლემები არ დააფიქსირეს, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ უბნებზე საჩივრები იყო. ჰავანამ კიდევ ერთი მკაცრი გაფრთხილება მიიღო. პიტერ პეტ რექსეფმა გუანტანამოს საზღვაო ბაზაზე ჰავანა გააფრთხილა, რომ არ ეთამაშათ შეიარაღებით, რომელსაც ამერიკის ტერიტორიაზე ან თავად ბაზაზე საფრთხის შექმნა შეუძლია. ვიზიტი მოჰყვა იშვიათ მოძრაობებს, რომელშიც ჩართული იყვნენ დაზვერვისა და სამხედრო სარდლობის წარმომადგენლები. განცხადება მკაცრი იყო. თუ რეჟიმი შეიძენს ან განათავსებს იარაღს, რომელიც საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ის ისეთ დაპირისპირებაში აღმოჩნდება, რომელსაც ვერ გაუძლებს. ნიკარაგუა იმავე ზეწოლის სიაში მოხვდა. მარკო რუბიომ გამოაცხადა ახალი სავიზო შეზღუდვები რეჟიმის წარმომადგენლებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ. მურილიო ორტეგა მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ინდიელი ლიდერი და პოლიტიკური პატიმარი ბრუკლინ რივერა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ნიკარაგუის დიქტატურა დაადანაშაულა ამ საქმეზე პასუხისგებლობაში და გაამკაცრა წნეხი მათ წინააღმდეგ, ვინც რეპრესიებს უჭერს მხარს. ლათინური ამერიკის მემარცხენეებისთვის ეს ამბავი ძალიან ცუდია, რადგან კიდევ ერთხელ აჩვენებს მეგობარი დიქტატურების სტანდარტს. ისინი აპატიმრებენ ოპოზიციონერებს, აკონტროლებენ ინსტიტუტებს, ახშობენ განსხვავებულ აზრს და შემდეგ ცდილობენ მსოფლიოს მიყიდონ ხალხის სუვერენიტეტის იმიჯი. FIFA ზეწოლის ქვეშ არის შეერთებულ შტატებში, ირანი დაკვირვების ქვეშ მსოფლიო ჩემპიონატზე, კუბა გუანტანამოში გააფრთხილეს, ნიკარაგუა სანქცირებულია, ხოლო პერუმ რთული შემოტრიალება განიცადა. ეს ყველაფერი ახალ გარემოს აჩვენებს. დონალდ ტრამპი არიგებს იმას, რომ ორგანიზაციებმა, რეჟიმებმა ან საერთაშორისო აქტივისტებმა ამერიკის უსაფრთხოების სფეროში წესები უკარ ნახონ. სოფლიო ჩემპიონატი ყველაზე თვალსაჩინო ასპარეზად იქცა, მაგრამ კონფლიქტი ფეხბურთს ბევრად სცდება. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია მოცემული. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს. ასე უკეთ ჩაერთვები ჩვენ საზოგადოებაში. ნილსონ ალვესი